მოგესალმებით, ჩვენ გამოვაგზავნებთ საუბარს ეზეკიელის წინასწარმეტყველზე და კვლავაც ჩვენი განხილვის თემა გახლავთ ეზეკიელის წიგნის პირველი თავი, სადაც მისი საწინასწარმეტყველო დადგინებაა აღწერილი. მოვლენები ასე გრძელდება. წინასწარმეტყველი ეზეკიელი უეცრად მოისმენს ხმას, რომელიც ქერუბიმებთან შუაში, ანუ იმ სივრციდან, რომელიც ცარიელი სახით არის ქერუბიმებს შორის დარჩენილი, იქიდან მომდინარეობს და ამჯერად მისი ყურადღება სწორედ იქით გადაინაცვლებს, ანუ ქერუბიმთა შორის გადაინაცვლებს და წინასწარმეტყველი აქ დაინახავს ასეთ სურათს. ქერუბიმთა თავზე განთავსებული არის მყარი, სტერეომა, როგორც ბერძნულ ტექსტშია მითითებული, ძველი ქართული ტერმინს თუ გამოვიყენეთ სამყარო, ამ სამყაროზე, ანუ მყარზე ზევიდან განთავსებული არის საყდარი და წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ მან საყდარზე იხილა შემდეგი რამ, ჩვენ თანამედროვე ქართულ ტექსტს ამოვიკითხავთ, ტახტის მსგავსზე, ანუ ქერუბიმებს ზევით განთავსებულ ტახტის მსგავსზე, ზემოთ მსგავსება, როგორც ხატი კაცისა. ესე იგი, წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა იხილა ადამიანის შეხედულების მქონე არსება, რომელიც საყდარზეა დაბრძანებული. ვინ არის იგი? ვინ არის ის, ვინც წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა იხილა? ისევ და ისევ წმინდა გრიგოლ დიალოგოსი უნდა გავიხსენოთ, ამ დიდი მოძღვრის განმარტების მიხედვით, მდინარე ქობარის ნაპირზე ნანახი გამოცხადება მოცემულ ვითარებაში ყოვლა წმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზის საიდუმლოს გაგვიმხელს. ესე იგი, წინასწარმეტყველ ეზეკიელს ეცხადება ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ანუ ძეღმერთი და სწორედ მას, ანუ ძეღმერთს, ანუ სამების მეორე პირს წინასწარმეტყველი ეზეკიელი აღწერს როგორც ადამიანის სახით განჭვრეტილ არსებას. აღნიშნული უწყება ეზეკიელის წიგნში წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვანი სწავლებაა, ძალიან მნიშვნელოვანი უწყებაა, კერძოდ ეს გამოცხადება საკუთარ თავში განკაცების საიდუმლოს შესახებ მოძღვრებას გადმოგცემს და ჩვენ, როდესაც იერემიას წიგნზე საუბრობდით, იერემიას წიგნის პირველ თავზე ამ თემას შევეხეთ, მაგრამ რადგან ფაქტობრივად კიდევ უფრო სიღრმეში მიდის წინასწარმეტყველი ეზეკიელი და გვაუწყებს ისეთ რამეს, რის თაობაზეც იერემიას საკუთარ წიგნში არ უსაუბრია, კვლავაც გავიმეორებთ იმას, რაზეც ვისაუბრეთ იერემიას წიგნის განხილვისას, პირველი თავის განხილვისას, საწინასწარმეტყველო წიგნებში განკაცების საიდუმლო ნაბიჯ-ნაბიჯ გაცხადდებოდა და კაცობრიობას სწორედ აი ამ სახით მიეწოდებოდა. კერძოდ რას გულისხმობთ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ განკაცების საიდუმლო ნელ-ნელა ცხადდებოდა საწინასწარმეტყველო წიგნების საშუალებით. ჩვენ თუ გავიხსენებთ ამოსის წიგნს, ესე იგი წინასწარმეტყველი ამოსის მიერ დაწერილ წიგნს, ის გახლავთ მცირე წინასწარმეტყველი, შუალედურ ნაწილში, უпростоრად დასასრულ ნაწილში 7-9 თავები, ასე შეიძლება დავასათაუროთ ეს ნაწილი ამოსის წიგნისა, დასახელებული იყო 5 ხილვა. აი ამ 5 ხილვიდან რიგით მესამე ხილვა გვაუწყებს იმის შესახებ, თუ როგორი ხილა წინასწარმეტყველმა ამოსმა უფალი კედელზე მდგომი შვეულით ხელში და ამის გარდა მას სხვა არაფერი უხსენებია. ეხლა ეს უწყება საინტერესო რატოა? თუ კი წინასწარმეტყველი ამოსი უფალს ხედავს და ამ შემთხვევაში საუბრობს იმის თაობაზე, რომ მან უფალი შვეულით ხელზე და კედელზე მდგომი ნახა, მართალია ფორმა ღმერთისა წინასწარმეტყველმა არ წარმოაჩინა, არ გაამხილა, მაგრამ კედელზე დგომა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამოსის მიერ განჭვრეტილ ღმერთს რაღაცა ფორმა გააჩნია, რადგან ფორმის გარეშე დგომა, ფორმის გარეშე, ესე იგი რაღაც კონკრეტულ ადგილზე განთავსება შეუძლებელი მოვლენაა. აი ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამოსის უწყება ამ კუთხით, რომ მან მიუხედავად გაუცხადებლობისა, ამ ფორმის გაუცხადებლობისა, ახსენა, რომ უფალი კედელზე დგას და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მინიშნება. უზენაეს, ანუ უფალს ამოსის მიერ განჭვრეტილს ხელში უჭირავს შვეული. ესე იგი, წინასწარმეტყველი ამოსი ხედავს უზენაეს და უზენაეს გააჩნია ხელი. ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ამოსის მიერ ნანახი ღმერთი ადამიანის სახით არის წარმოჩენილი ამ გამოცხადებაში. ეხლა გადავიდეთ რიგით შემდგომ წინასწარმეტყველზე, მოცემულ ვითარებაში გავიხსენოთ წინასწარმეტყველი იერემია, ესაია, სანამ იერემიაზე გადავალთ. წინასწარმეტყველი ესაია თავის წიგნის მე-6 თავში გამოცხადებას აღწერს. ამ გამოცხადების თანახმად მან უზენაესის საყდარზე მჯდომი იხილა, თუმცა მსგავსად ამოსისა აღწერილობა არც მას წარმოუდგენია. თუ კი ჩვენ შესაბამის განმარტებებს ვნახავთ, ესაიას წიგნის მე-6 თავზე დართულ შესაბამის განმარტებებს, ამ განმარტებების მიხედვით საყდარში მჯდომი უზენაესი ბუნებრივია, რომ აქაც ფორმა იგულისხმება, ისევე როგორც ამოსის წიგნში, რადგან თუ ღმერთს რაიმე რაღაცა ფორმა არ ექნება საყდარში განთავსების თაობაზე
თაობაზე აღწერილობას ისაია ვერ წარმოგვიდგენდა, ამიტომაც განმარტებების მიხედვით საყდარზე მჯდომი უზენაესი ესაიას ეცხადება როგორც ადამიანი. გადავიდე წინასწარმეტყველ იერემიაზე. იერემიაც აღვიწერდა რა საკუთარ საწინასწარმეტყველო დადგინებას, საუბრობდა იმის შესახებ თუ როგორ გამოეცხადა მას ღმერთი, მაგრამ კონკრეტული აღწერილობა თუ როგორი გარეგნობა ჰქონდა ღმერთს, იერემიას წიგნის პირველ თავში გადმოცემული არ გახლავთ, მაგრამ მსგავსად ამოსის წიგნისა ერთი დეტალია მინიშნებული, რითიც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა გავიგოთ თუ როგორ გამოეცხადა უზენაესი იერემიას, კერძოდ იერემია ამბობს, რომ უფალმა მას, ანუ წინასწარმეტყველს ბაგებზე ხელი შეახო. შესაბამისად, ვინაიდან ხელია ნახსენები, ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ იერემიას მიერ ხილვაში გამოცხადებისას განჭვრეტილი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ყველა ეს გამოცხადება, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ საეკლესიო განმარტებების მიხედვით, სამების მეორე პირს, ანუ ძე ღმერთს უკავშირდება, ესე იგი იერემია სამების მეორე პირს ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზს როგორც ადამიანს ისე ხედავს, რითაც კიდევ ერთხელ გააცხადებს იმ საიდუმლოს, რაც მომავალში უნდა აღსრულდეს და ყველაზე არსებითი მოცემულ ვითარებაში, აი ამ წინარე განვლილ ნაწილთან შედარებით, ეზეკიელ წინასწარმეტყველი განსხვავებით ამოსისაგან, განსხვავებით ესაიასაგან, განსხვავებით იერემია წინასწარმეტყველისაგან, იქ მაინც ირიბი მითითება იყო, ესე იგი ხელზე იყო მითითება იყო იმის თაობაზე, რომ უფალი საყდარზეა დაბრძანებული, ესე იგი გამოკვეთილად, სრულად წარმოჩენილი იმის თაობაზე თუ როგორ ხედავდნენ ისინი ღმერთს, არც ერთ ჩვენ მიერ წარმოდგენილ წინასწარმეტყველს არ დაუსახელებია, აი ეზეკიელი კიდევ უფრო შორს მიდის და ამჯერად უკვე ხაზგასმით გვაუწყებს იმას, თუ რას სახით, როგორი ფორმით იხილა მან ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი და ჩვენ კვლავ მოვიკითხავთ აღნიშნულ ციტატას, ტახტის მსგავსზე ზემოთ მსგავსება როგორც ხატი კაცისა. ესე იგი ეზეკიელის მიერ ნანახი გამოცხადება მოცემულ ვითარებაში თავის თავში გულისხმობს ყოვლადწმინდა სამების როგორც ადამიანის სახით წარმოჩენას წინასწარმეტყველის წინაშე და ეს გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღრმა საიდუმლო იმის თაობაზე, რომ ძველი წელთაღრიცხვის მერვე, მეშვიდე თუ მეექვსე საუკუნეებში განჭვრეტილი სამების მეორე პირი, რომელიც ადამიანის სახით ეცხადება ამა თუ იმ წინასწარმეტყველს, დადგება ჟამი და როგორც სრულყოფილი ადამიანი, სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი ისე მოევლინება წუთისოფელს. აი, როგორც კი ეზეკიელმა იხილა უფალი ღმერთი, ადამიანის გამოსახულების მქონე უფალი ღმერთი, ის შეძრწუნება მოიცვა და პირველი თავის დასასრულ ნაწილში ჩვენ ვკითხულობთ თუ როგორ დაემხო იგი პირქვე და აი იმ შეძრწუნებიდან გამომდინარე, იმ დიდი კრძალვიდან გამომდინარე და შიშიდან გამომდინარე, რაც მან განიცადა, მან ფეხზე დადგომა ვეღარ შეძლო და როგორც აღვნიშნეთ ეზეკიელის წიგნის პირველი თავი ამით სრულდება. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.